იცით რა არის, მეგონა ყველა ასაკს აქვს თავისი ყველა ასაკს მოაქვს შენი პიროვნების და შენი ემოციური ეტაპის დიდი ესეთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. ყველა ვარიანტში ეს დგება ეგ დრო, როცა შენ თავს გამოხატავ რაღაც ასაკში აბსოლუტურად განსხვავებულად ვიდრე რაღაც დროს გამოხატავდი ყველა ადამიანს აკმაყოფ. ეს რახან შემოქმედია, მინდა გითხრათ. აქ კიდევ სხვა კინემატოგრაფია ჩაირთვება. იცით რა არის? არის ენით აუწერლად თბილი და გამგები ბაბუა. უბრალოდ მე არ ვიცი რანაირად შეიძლება ბავშვი ესეთ დონეზე აიყვანოთ აღმატებულ სიმაღლეზე, როგორც ბები ბაბუ, ქართულ ბები ბაბუ შეუძლია. და ამის გამონაკლისი არ არის თემური და დედაჩემი ლია, რომლებიც არიან უბრალოდ ბები ბაბუ, ცალ-ცალკე გენი საერთოდ არ დადიან. ცალ-ცალკე საერთოდ არ ცხოვრობენ, არ მოქმედებენ, არ ლაპარაკ, ცალ-ცალკე არაფერი არ განიხილება. და როდესაც თემური მუშაობს, დედაჩემი ყოველთვის იქ არის, რომ ის წაიკითხოს, მოისმინოს, გაანალიზოს თემური რას აკეთებს, რას წერს, რომ მუშაობს, თემური რო წერს, მე ლიამ უნდა გადაუწეროს სუფთა ხელით, იმიტომ რომ ის თავის ნაწერს ვერ არჩევს. აი ეს ბები ბაბუ, განუყრელი ბები ბაბუ, აი ამ თავიანთ ცხოვრებაში, აი ამ ბავშვებთან ერთად ყოველდღიურობას იზიარებენ და არიან აი როგორ აგიხსნათ რა, უბრალოდ რაციონ დაკარგული, მინდა რომ სწორედ გამიგონ თუ მისმენენ. აი როგორც არის ქართველი ბებია და ბაბუა, რომელსაც შეუძლია უკიდეგანო სიყვარული მოგცეს. უკიდეგანო. იქში მორალური შეფასება, შესწორება, შენ როგორ იქცევი, რას აკე, იქ არაფერი აღმზრდელობითი არ განიხილება. ეს არის მხოლოდ იმხელა სიყვარულის მინიჭება, რომ ამხელა სიყვარული მე არ ვიცი დღეს შეიძლება ვინ შეიძლება როდის ახლა მე საფრანგეთში დიდი ხანია ვცხოვრობ და ძალიან იშვიათად გამიგია უამრავი ადამიანი ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა ვიცნობთ და ჩემს შვილსაც გაუმართლა ყავა ეგეთი ბებია წავდა მაგრამ ის რომ აი უბრალოდ შენთვის ცხოვრობდეს და მხოლოდ სიყვარული მოგანიჭოს ესეთი რამე ეს ისე კულტურული მემკვიდრეობის დღეს ისეთი იშვიათია რომ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ჯიშის ცხოველები ხო არიან გადარჩენის პირას რო არიან ხო წითელ წიგნში შესატანი აი დაახლოებით ესე არის ქართული ბები და ბაბუს შესატანი იმხელა სიმშვიდეს აძლევენ ბავშვებს